საინიციატივო ჯგუფი ნიუტონი და ფონდი CIDF თანამედროვე ელექტრონული მუსიკის და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალზე მეორე სიცოცხლე 2010 ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს სარეკლამო რგოლით ჭიათურაში იწვევდა. ჭიათურა ჩემი სიამაყეა და გვეკონტაქტე მხოლოდ Facebook-ზე. ვინც დაეკონტაქტა და ჭიათურამდე კომფორტულად იმგზავრა, დანიშნულების ადგილამდე ავტობუსის შემდეგ სამგზავრო საბაგირო გზით მივიდა. რავი, რაღაცა ის არისო რა, კონცერტია, რა ჩქარი მუსიკები იქნება და ფესტივალისთვის ჭიათურა და კონკრეტულად ყოფილი პიონერთა სასახლის ნახევრად დანგრეული შენობა საგანგებოდ შეირჩა. ფესტივალის ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, რომ მსგავსი ფესტივალის გამართვა ჭიათურაში ტრადიციად იქცეს. და ეს ყველაფერი გაგრძელდება გვიანობამდე, იქნება მშვიდობიანი ლამაზი აქცია და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჭიათურა, იმერეთი და საერთოდ საქართველო გახდეს კულტურული ცენტრი ევროპაში და საქართველოში. და რა გვინდა ჩვენ კიდე? ამით მიზანია ჩვენი, რომ განმოვითაროთ ტურიზმი, განმოვითაროთ შიდა ტურიზმი, როგორც ისე მოვიდნენ ასევე უცხოელებიც, ჩამოვიდნენ ჭიათურაში და ეს ფესტივალი უნდა იყოს ყოველწლიური და ჩატარდეს წელიწადში მინიმუმ 2 ჯერ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის სპონსორებისა და პარტნიორების ვრცელ ნუსხაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი იყო. პროექტის მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიზანია ახალგაზრდული აქტივობები გადაიტანოს საქართველოს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ჭიათურა, რომ ახალგაზრდებს მეტი საშუალება მიეცეთ გაერთონ, დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით. ეს არის სწორედ ჩვენი სამინისტროს მიზანიც, რომ ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდული ცხოვრება ნაკლებად არის, ან საერთოდ არ არის, გამოვაცოცხლოთ და მეტი ენერგია, მეტი სიცოცხლე შევმატოთ. სპეციალურ ვიზუალს კოხი უზრუნველყოფდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ჟორჟიკა, კაკადუ, ფორესტი, ნიკა ჯეი, გიო შენგელია, ბერო და საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი და ცალკეული შემსრულებლები. ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მუსიკალურად ეს გაფორმება ძალიან მოუხდება ამას მუსიკალური, მით უმეტეს ელექტრონული მუსიკა. და ნუ კაია ეს თვითონ ჭიათურისთვის, კაია რომ ეს თბილისის გარეთაც რო ხდება მსგავსი რაღაცეები. და კარგია რა თქმა უნდა ამ ელექტრონული მუსიკის და ამ დარგების განვითარებისთვის. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დაწყებამდე ვატო წერეთლის სემინარი, ვორკშოპი თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე საგანგებოდ მოწყობილ აუდიტორიაში გაიმართა, რომლის პარალელურად მუსიკის მოყვარულებით საცეკვაო მოედანი თანდათან ივსებოდა. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაგარი. ეხა მოვედი და კარგი საღამოწალია. ვინც გააკეთა ჩემი მეგობარია და მითხრა პარტის ვაკეთებო და ამოდიო და მეც ამოვედი. ძალიან მაგარია, ძალიან. პროექტი მიზნად ისახავს დაუბრუნოს აქტუალობა და ეგრეთ წოდებული მეორე სიცოცხლე ქალაქებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტაგნაცია განიცადეს. ეს ძალიან კარგი ფესტივალია, რომელიც დაიწყო დღეს ჭიათურიდან და ჭიათურა გადაიქცევა ელექტრონული მუსიკის დედაქალაქად. მე ყველას მოუწოდებ ახალგაზრდებს იმხიარულონ გაერთონ და ალბათ საწყისი იქნება ეს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება ესეთი ლამაზი და კარგი ღონისძიებები. ჭიათურაში თანამედროვე ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი გვიან ღამით საზეიმოდ დაიხურა.